დღეს მე ამ ვიდეოში ავალ 67000-ზე. სანამ ისასწავლ ყველას და დაგიბრუნდით მომდენო ვიდეოთი, დღევანდელ ვიდეოში ვეცდები რომ ავიდე 77000-ზე და გავხსნა 2 ქაოს დროპი და ეს ერთი ახალი ბრაულერის ბოქსი. როგორც შეგვიძლია წინა ვიდეოში, თუ ის ვიდეო გადაცდებოდა 10 ლაიქს, მაშინვე დავდებდი მომდენო ვიდეოს და როგორც ხედავთ აქ ვარ, ეს ვიდეო გადაცდა 10 ლაიქს, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას გიხდით. მოდი ამ ვიდეოსაც მოვუგროვოთ 10-15 ლაიქი და შემოგთავაზებთ კიდევ სხვადასხვა გასართობ ვიდეოებს. კიდევ ერთ რაღაცა სიახლეს გეტყვით, გავაკეთე TikTok-ზე არხი. წინა ვიდეოშიც გითხარით, ამ ვიდეოშიც გეტყვით, რომ თხოვნა იქნება რომ გადახვიდეთ იმ არხზე და გამოიწეროთ და დალაიქოთ ის ვიდეო. რა თქმა უნდა, სულ TikTok-ზე არ ვიქნები, უფრო აქტიური ვიქნები YouTube-ზე. ყოველი ახალი ვიდეო YouTube-ზე დაიდება TikTok-ზე. იმ ვიდეოს ნაწყვეტი. სწორედ მაგიტომ გავაკეთე ის არხი, დავდებ ერთი ვიდეო, რომელიც შორტებშიც მიდევს ეგ ვიდეო და აგროვა TikTok-ზე ამ ვიდეომ 3000 ნახვა თითქმის. YouTube-ზე კიდევ 100 ნახვა დააგროვა. მესმის YouTube-ზე ცოტა ძნელი არის ნახვების დაგროვება, TikTok-ზე უფრო ადვილი არის. მოდი ახლა დიდხანს რო არ გაგვეწოლოს, დავიწყოთ ჩვენი მეჩი. დაიწყო ჩვენი პირველი მეჩი, თამაშობ მინაზი, კი კონრაფსი დაინახეთ თავიდან, მაგით ვაპირებდი თამაში, მაგრამ გადავიფიქრე, როგორც ხედავთ, ბოტები არიან, იმიტომ რომ მინეთი დიდი ხანი არ მითამაშია. ეს ჩვენი პირველი მეჩი იქნება ძალიან მარტივი. მოდი პლეიგენებს გავყვევი და სანამ არა ვარ 77000-ზე. აქ მოკლედ კიდევ ერთხელ პასტერი და ჩემიანებაც მოკლეს ის ორი ბოტი მოთამაშე. გამოვიდეთ ახლა. რომდე არ გამოვიდეთ, კიდევ ერთი პლეიგენი ჩავთოთ. დაიწყო ჩვენი მომდენო მეჩი, თამაშობ ისევ და ისევ მინათი, როგორც გითხარით, პლეიგენის გავყევი. ედგარი არის აქეთ, რომელმაც ძალიან დებილობა გააკეთა, სხვაგან გადახტა. მოდი აქეთ გამოვიქცეთ. თლად ედგართანაც ფაითი არ მაწყობს. რობიტმა ჩემიანი მოკლა ძალიან ცუდი არის. ედგარმა კიდევ ძალიან სისულელი გააკეთა, ისევ და ისევ უკვე ხელმეორედ. მაგრამ მაინც მომკლა რა. მეც სისულელი გავაკეთე რა. უბრალოდ ეს ედგარები თამაშიდან რო წაშალონ არ უნდათ. ვიღაც 200-იანი ბავშვი შემოვა და ედგარით უნდა გადაგიაროს. ძალიან ვერ მოთამაშეს, არ უყვარს ეს ედგარები და ისენ და რა რო უფასო ბრაულერი იყო. 1000 კი მყავს და მინდა რომ ეს 1000 მომაკლდეს, ოღონდ ედგარი წაიშალოს თამაშიდან. მოდი აკონცენტრირდეთ თამაშზე, კიდევ ედგარი მრაშავს. აქ რობიტი არის ძალიან ლოუ და გადამარჩინა ჩემიანმა. რობიტი მოკალით, დაინამაიკი გადარჩა, იმედი მექვს ეს დაინამაიკი ახლა 2-1-ზე არ დაგვიქამბექებს რაღაც სასწაულს არიზავს და რაც არ ამგონია, იმიტომ რომ ჩემიანი უკვე რაშავს, გაჯეტი ჩაერთო. აქ ჩემიანი მოკლა დაინამაიკმა. მე აღარ უნდა მოკვდე. არ მაქვს უფლება რომ მოკვდე, იმიტომ რომ წავაგებთ, როგორც ჩანს, ედგარი ძალიან გასული იყო, რავი, ბოტი თამაშობდა თითქოს მასეთის თავეჭრილება დამჩა. გაურაშოთ ჩვენ დაინამაიქს და ასე მარტივად მოვკლათ ახლოში. ისევ და ისევ სუპერი მაქვს, გაჯეტიც მაქვს, გამოვიყენოთ ჩვენი გაჯეტი, ედგარი რომ გამოგვიხდეს. თავი დავიზღვიოთ, მაგრამ ბოტი არის როგორც გითხარით. ისევ და ისევ რა ვიცვესროლთ ეს ჩვენი. კივესროლე 2 სუპერი, მაგრამ მაინც მოკლა. ამ რობიტმა და იმედი მაქვს ჩემიანები ახლა არ წააგებენ. ის რობიტი ძალიან ცუდად რაშავს, ეს კიდევ არ ეხმარება. როგორც ბუჩქებში იმალებიან, მაგრამ ერთი დაინამაიკმა გაჯეტი რო ჩაერთოს, მოკლავს ძალიან მარტივად რობიტს და ამ ბრაულერს. დაუშვით რას საკეთებთ ამდენი ხანი, რამის მოკვდა ეს ჩემიანი. დაინამაიკი იქიდან შემოდის და რაშავს. რობიტი კიდევ მეორე მხრიდან. ეს ბრაულერი მოკვდა, დარჩა ისევ რობიტი მარტო და ახლა წააგებს ამ მეჩს. გაჯეტით კი გადარჩა, მაგრამ ნახოთ სანამდე გადარჩება. ვიცოდი რომ წააგებ და რა. ეს მეჩიც ეგრევე წაგებებით იწყება, ისევ და ისევ. ერთხელი მოვიგე, მაგრამ მე რა მაგმოგებას წავაგე ისევ და ისევ. მომდენო ქაოს წადროპის გახსნის დროა. გადავიდა ეპიკზე, მითიკზე გადავიდა, გთხოვ გადადი ულტრაზე, 2 გახდა მითიკი. გთხოვ გადადი ლეგენდარზე გადავიდა, გთხოვ გადადი ულტრაზე, გთხოვ გადადი. და გაიხსნა სამწუხაროდ. ეგ არაფერი, მაგრამ ლეგენდარებიც კარგი არის. 500 კრედიტი და
მიპლის ჰაიპერჩარჯი. ესე ჩვენი 500 კრედიტი. ძალიან მინდოდა ულტრა რომ დამიგდო, იმიტომ რომ ცხოვრებაში არ დამიგდია ჩემს აკაუნტზე ულტრა და საერთოდ არც დამიგდია სხვა აკაუნტებზეც. იმიტომ რომ სხვა აკაუნტები არ მაქვს უბრალოდ მარტო ეს ჩემი აკაუნტი მაქვს. დაიწყო ჩვენი მომდენო მეჩი. იმედი მაქვს ეს ვიდეო წინა ვიდეოსნაირად არ გაგრძელდება. წინა ვიდეოში ვაპირებდი რომ ამეღო მთელი ეს ბოქსები და ყველაფერი, მაგრამ როგორც ხედავთ გამეწელა ძალიან. აქ არის ართი და ამ რაშავს ძალიან ცუდად. ართი მოკვდა რა ძალიან კარგი არის. ნახევრად ფაქტიურად მე დავაკელია HP. კარგად ავიცილე მე და ბო დავრჩით ამასობაში. კიდევ ერთი ტყვი ავიცილე, მეორეც ავიცილე. ახლა ვეღარ ავიცილე. დიახეთ, ჯანდაბა გავიბაგე შემთხვევით ბოქსში, აქეთ გამოვიდეთ. კიდევ გაჯეტი აქვს აქ მენდის. და რავი 2-1-ზე არიან და არ ვიცი დავხარა ჩავთო რა მეჩს. რაღაც არ მგონია, მაგრამ შანსი ყოველთვის არის. და ზონაში მოვკვდი რა. რავი ამ მეჩს დაკაჩვა ძალიან ძნელი იყო. მიანი მორტისი კიდევ ძალიან მოკვდა ეგრევე, არ ვიცი რა გააკეთა, მაგრამ მოკვდა. მენდი რა თქმა უნდა გარბის არ შეურაშა, იმიტომ რომ ართი იქნება და გაჯეთს ჩაერთავს და სუპერით იჯდება ბუჩქებში. მენდი მაგვაცილე სუპერი. ართი ახლა მოდის, არ ვიცი. როგორც ჩანს გავიდა და ბოტი არის. მორტისმა კიდევ მენდი მოკლა. ახლა 3-1-ზე დავრჩით. ძალიან კარგი არის და ვახ, შემთხვევით აღარ უყურებდი. ამბრეულერი სადის რო და მაგრამ მაინც გადავრჩი. იქიდან მორტისი რაშავს, რაც ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, იქიდან წამოვიდა. მე მომკლა მაინც. იმიტომ რომ მორტისი რახან იყო დიდად ტყვიზე აღარ ვიზრონენ. გამერტყა მაგბრავლერისთვის უბრალოდ რაშავდი და შემთხვევით მოვკვდი მაგბრავლერის სუპერში. ართი ისევ და ისევ მოკვდა, ბოც მოკვდა და მეც მოვკვდი. ჯანდაბა არ ვიცოდი რომ ამას სუპერიც ქონდა და ჰაიპერჩარჯიც. მორტისი კიდევ ძალიან კარგად კემპერობს, უნდა მეთქვა, მაგრამ ორი ტყვია მოხდა. რა საკეთებ მორტისი, რა საკეთებ? კიდევ წავოდი. მორტისი ყავს და ტყვიები ვერ აიციდა. საღოლ მორტისი, საღოლ მაგრად ითამაში. მორტისი ყავდა ტიპს და ტყვიები ვერ აიციდა. არა უშავს, არ გაუბრაზდეთ. ახლა ვითამაშებ ჯეიონგით და ვეცდები რომ მოვიგო რავი ეს ორი მეჩი რა. ეს ვიდეოც იწელება. წინა ვიდეოსებით გული მიგრძნობს უკვე საკმაოდ გაიწელა რავი. 3 მეჩის მოგებას თუ მოუნდი 20 წუთი კარგან ხონია საქმე. აქ მიკო იჯდება ეხლა და გამომირაშავს და მომკლავს. როგორც ხედავთ მიკო არის ოღონდ ბუჩქებში იჯდა და მე არ გამომირაშა თან. აქ ეს ბრაულერი მოვკალით, წამოვიდეთ აქეთ. ბო არის ზევით. კოლტი მე მეგონა ვერ მოკლავდა, მაგრამ მოკლა. მოვიდეთ აქეთ ავოჩქარო ჩემიანები წინ გავიცეთ. კოლტი რა საკეთებს, არ ვიცი კედლებს რატო ესრის. ჩემიანი სპაიკი დავხილოთ თან ამასობაში. ავტომატოს რო დავაცილე შემთხვევით სპაიკს. არაფერი უკვე აიხილა. მიკო კოლტს ურაშავს. სუპერში არ გადავიყვანეთ, რა ძალიან კარგი იყო. წამოვიდეთ წინ სპაიკი დავხილოთ. აქეთ გავრაშოთ. წესით არიგით სპაიკი მოკლავს ხო, მაგრამ მე მოკალი რა ძალიან კარგი არის. ბოტები არ იყვნენ იქ, რავი არ დავუკვირდით ბოტები იყვნენ, არც იყვნენ ბოტები. ძალიან კარგად მოვიგეთ მეჩი. კიდევ ერთი ქაოს სტარდროპის გახსნის დროა, ნახოთ რას დავაგდებთ. გაორმაგა უკვე რეარზე, სუპერიარზე და წესით აღარ გადავა ეპიკზე. იმიტომ რომ გაორმაგებული სულ იხსნება რეარზე და ერთი რაღაცის თქმა მინდა კიდევ. არ დავუკვირდი, მაგრამ ხომ აქვს აი აქ ეს სტრაიკები ჯეიონგზე. და ამ მოგების შემთხვევაში მომამატა 15,000 და გადავსულა 67,100-ზე. რაც ძალიან კარგი არის. კარგი რახან ავედი 67,100-ზე. კი არ მიყვარს ეს მიმი, მაგრამ შეგიძლიათ რომ კომენტარებში დამიწეროთ ამ ვიდეოს კომენტარებში 6-7. არ მიყვარს ეს მიმი. ეგრევე გეტყვით, მაგრამ რახან 67,100-ზე ავედი. ყველაფერს ავიტან, როგორც 6-7-ს და საერთოდ ყველაფერს. თუ რაღაც ერთი მეჩიც რომ მოვიგო, ავიღებ აი ამ ახალი ბრაულერის ბოქს და ჩავრდოთ რატომაც არა. დაიწყო ჩვენთვის იმედი მაქვს დღეისთვის საბოლოო მეჩი. წამოვიდეთ წინ. აქ კენჯი გრაშავს, რომელიც შეცდომა დაუშვა და მოკვდა კენჯი ძალიან მარტივად, აქ გაჯეტით გაურაშავ, მოკვდება კოლტიც და ედგარი მეთქი. დინამაიკი
ვეღარ მოკალი. სამაგიეროდ ქროუ მოკლავს, საკმაოდ ცუდად გარეშა დაინამაიკმა, ეგ არაფერი ჩვენთვის კარგი არის. ერთი რაუნდი უკვე წამოვიღეთ, მაგრამ შეიძლება სრულიად თავისუფლად დაგვიქამბექონ ეს მეჩი. რა თქმა უნდა, ვეცდები რომ ვერ დაგვიქამბექონ, მაგრამ ისინი ცეცდებიან რომ დაგვიქამბექონ. რასაც ვერ დაგვიქამბეკებენ და ასე მარტივად მოვიგეთ ამ მეჩს, ნეტა ყველა მეჩი ასენი მარტივი ყოფილიყო. გამოვიდეთ და ავიღოთ ჩვენი ძლივსძლიობით დამსახურებული ბოქსი. ახლა ამ ბოქსიდანაც თუ არაფერი არ დააგდოს, საკმაოდ ცუდი იქნება. ჯანდაბა, ვონდე ეს არ დამენახა, 7 კლიკი არ დამენახა უბრალოდ. და არაფერიც არა. მაგრამ ეხლა დავაკვირდი ეს რა მომცა. შეიძლება რავი, მოამატა არ ვიცი. 2000 მომცა 1000-ებად ბლინგი და 500 ცალკე მომცა 2500 და ბლინგი მაქვს უკვე 8400. რავი, ამდენი როდის ქონია ჩემს აკაუნტზე, არ ვიცი. სულ ყოველთვის როდესაც 5000 მიგროვდებოდა, ეგრევე შევდიოდი და ყიდულობდი სკინს. მაგრამ კარგახანია სკინი არ მიყიდია და მაგ ვიდეოსაც გადავიღებ, ერთ-ერთ სკინს ვიყიდი და გავტესტავ. და ძლივსძლიობით ავედით 67100-ზე და ძლივსძლიობით ავიღეთ ეს ჩვენი ბოქსი. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მეგწონათ ვიდეო არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. მე კი შეგხვდებით მომდენო ვიდეოში. ეს ვიდეოც აიყვანეთ 10-15 ლაიქს. აბა ჰე და აბა ჰო.